გამარჯობა. გამარხართ. მადლობა. ეს კარგად. მიხარია რომ დღეს თქვენთან ვარ სტუმრად საუბრებში და მინდა ისეთი საუბარი შევთავაზოთ ჩვენს აუდიტორიას, როგორც ორი მეგობარი საუბრობს. დღეს აქ ამ წუთას ვიხართ. თქვენი რესპონდენტი. კი ბატონო. თქვენ საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ აი ამ ქირურგიაში და მაინტერესებს როგორ დაიწყეთ ეს გზა და რატომ გადაწყვიტეთ რომ გამხდარიყავით ქირურგი. დიახ. აი უნივერსიტეტის არ დაამთავრეთ და ასე შემდეგ მოგვიყვეთ. მე არ გადავწყვიტე რომ გამხდარიყავი ქირურგი. უბრალოდ დავიბადე ეს. ეს თანდაყოლი დიაგნოზია და არა შეძენილი. იმიტომ რომ დაუკვირდით აბა მომღერლები ცხებადებიან, ყველა სხვა შეუძლია რომ გახდეს მომღერალი და ვისაც აქვს აბსოლუტური სმენა და ვისაც აქვს ხმა. მე მაგალითად ვერასდროს ვერ გავხდებით. ყველა რაღაცით იბადება. მეც ვფიქრობ რომ მე დავიბადე ქირურგი და თუ კი მომღერლებს აბსოლუტური სმენა აქვს, მე სმენა მაქვს ხელებში. დავადებ თქვათ ჭრილობას და ვიტყვი რამდენი სითხე იქნება თქვათ ჭრილობაში და არასდროს არ შემეშლება და ქსოვილებს გრძნობ. ასე რომ საერთოდ მაგიდან მეძახოდნენ ქირურგს რატომღაც და მე მასწავლიდა მანქანისტარებას ძალიან პატარა ვიყავი არ ჩამდით მანქანიდან ისე დაყვავდა თუ შენ ქირურგი იქნები და დაგიძახებენ ნუ დასახმარებლად ნაწახვიდეო და მადლობა ამისთვის მამას მის მერე საჭესთან დავდივარ და სულ ქირურგი ვარ. რა მაინტერესებს იცით როგორც ვიცით თქვენ მოსკოვში დაამთავრეთ უნივერსიტეტი? არა. მე საქართველოში დაამთავრე უნივერსიტეტი და დაამთავრე ინტერნატურა. მოსკოვში მე დაამთავრე ორდინატურა, ასპირანტურა, დოქტორანტურა. და მე მუშაობდი აკადემიაში, ვასწავლიდი ესთეტიკურ და პლასტიკურ ქირურგიას 38 წელი. მაინტერესებს დღეს ქირურგიაში მოგეხსენებათ ბევრი ადამიანს უნდა რომ რაღაც გაიკეთოს, ეს იქნება ცხვირი, ყურები, ტუჩები და ასე შემდეგ. და ვაწყდებით ბევრ ისეთ ექიმს და ისეთ ასე ვთქვათ ოპერაციებს, სადაც უფრო მახინჯდებიან ეს ადამიანები, უხეშად რომ ვთქვათ. რა არის ამის მიზეზი და აი როგორ უნდა მოხდეს, ადრე როგორ ხდებოდა აი ეს ქირურგია და დღეს როგორ ხდება, აი რა მეთოდები გვაქვს რომ გითხრათ? ეხლა მე ჩემს კოლეგებზე ვერაფერს ვერასდროს ვერ ვიტყვი, ეს დეონტოლოგია, ეს დარღვევა არ შეიძლება. რატომ ხდება გართულებები? მარტო ქირურგზე არ არის ბევრი რამე დამოკიდებული. არის მიკროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 10%-ში ოფიციალურად არ გამოდის. ანუ შენ ერთი ადგილიდან იღებ რაღაცას და აკერებ მეორე ადგილას და თვითონ ორგანიზებული ორგანიზმი, მაღალ ორგანიზებული ორგანიზმი ამას ვერ ღებულობს და განდევნის. ახლა არაინტელექტი ადამიანი ამას ქირურგს დააბრალებს, მაგრამ ესეც არ არის. შეცდომას ყველა უშვებს. პრეზიდენტი, ლოჩიკი, როგორ არის ქართულად არ ვიცი, და ყველა უშვებს ამ შეცდომებზე შეცდომა ყველას ეპატიება, უბრალოდ ყველა პაციენტმა, როგორც არჩევენ თავისთვის ფეხსაცმელს, შუბას, აი ესე უნდა შეარჩიო ძალიან დიდხანს არჩიო შენი ქირურგი. ყველა ქირურგს აქვს თავისი მეთოდი, ყველა მეთოდს აქვს არსებობის უფლება და ყველა პაციენტს აქვს უფლება ამოერჩიოს ის ექიმი, რომელიც შესთავაზებს იმ მეთოდს, რომელიც მას მოსწონს. ასე რომ არჩევანი პაციენტებზეა და ექიმებს ნუ დავადანაშაულებთ, თვითონ პაციენტებს და მახინჯდებიან მაშინ, როდესაც მაიკ ჯექსონის ხო დამახინდა, მაშინ როდესაც დაკარგა საზღვარი იმას შორის გალამაზებიდან და მე გადავიდა დამახინჯებაში, ვერ გაჩერდა, საზღვარი დაკარგა. თუ ადამიანი ხდება დისმორფოფობი, ანუ ერთხელ გაიუმჯობესებს რაღაცას და ამითი აჟიტირებული კიდევ უნდა გაიმჯობესებს და ბოლოს ვერ ხედავს, შეიძლება ესეთი რაღაცა მოვიდეს. რაც შეეხება გართულებებს, გართულებები უამრავია და სიკვდილიც ხდება. და ჩემი შვილი რომ მშობიარობდა კანადაში, ხელი მოვაწერეთ იმას, რომ თუ გარდაიცვლება კლინიკა არ დამდროს ავად ხო არ იყო მშობიარე იყო. მაგრამ ქირურგიაში კი არა, ცხოვრებაშიც გარეთ გახვალ და შეიძლება ვერ დაბრუნდეს სახლში ყველაფერი ხდება და ქირურგია მithumedes ერთ-ერთი რისკია სიცოცხლისთვის. თქვენ საკმაოდ დიდი გზა გაიარეთ აი ამ პროფესიაში და მაინტერესებს გქონიათ თუ არა ისეთი შემთხვევა, როცა პაციენტისთვის ხედავდით რომ იყავით ერთადერთი იმედი თქვენ? ბევრჯერ ძალიან ბევრჯერ. რომ იყო საქართველოში მახსოვს ერთი ბიჭს მოხდა ტყვია და ნახევარი სახე არ ქონდა და მაგ ვერ კეთდებოდა ეგ ოპერაცია და მე ჩემს შეფს თხოვე მაშინ ჩამოვედით ყველაფერი უფასოდ გაუკეთეთ
ნეიროქირურგიის ინსტიტუტში გავაკეთეთ მიკროქირურგიული ოპერაცია. მაშინ აქ არ კეთდებოდა ეგ ოპერაციები და იყო ახლა რომ არ ტყუოდა რამეს ინტერნეტში დევს ერთი პაციენტის თავისი ახსარება რომ 13 ოპერაცია გაუკეთეს და თვალები ვულტერიერს უგავდა და ყველა მისთანაც თვითონაც ყველა მითხრა ვარი და ბოლოს მოვედი ექიმ შურღაესთან და თქვენ თუ შეგეძლებათ ჩასვამთ ამ ვიდეოს ცოტათი გადათარგმნით მოგაწოდებთ მე დიახ მომწოდებთ როგორც ამბობს რომ ეს იყო ბოლო ჩემი შანსი დიახ მაინტერესებს დღეს პაციენტები უფრო რა ოპერაციის გასაკეთებლად მოგმართავენ თქვენ, ანუ რის გაკეთება უფრო სურთ. და მაინტერესებს ასევე რა ასაკი არის ის მინიმუმი, რა დროსაც ვერ გადავწყვეტით კარგი. ყველა ექიმი მაინც ცივილიზირებულ ქვეყნებში ახლა აქ ყველაფერს ჩიკებს ეძახიან ახლა კერძსაც აკეთებს თუნდულოებსაც, მუცელსაც, სახესაც, ყურსაც, წყვილსაც საზოგადოებრივ ეს არ მოწყობთ. მე პირველ შეკითხვა რასაც მისვენ შენ ყველაფერს აკეთებ. კი, მე ყველაფერს გაკეთება ვიცი, მაგრამ რადგანაც უფრო კვალიფიცირებული ვარ სახეზე ამიტომ ჩემთან უფრო ხშირად მოდიან სახეზე ბლეფაროპლასტიკის სახის გასაკეთებლად, თქვენ ნერვის პარალიჩებიანი ურთულესი პაციენტები და მე უფრო მოყვარს რბილ ქსოვილებზე მუშაობა, მაგალითად ძვლების დამტრევა, ესეა ოპერის მომღერალია და ესტრადის მომღერალი და არნაირის და მივდივარ ხანდახანდა თვლის ჩასვლა ჩავასწავლე მინდა იუველირები ამბობენ არა მე თვალს არ swam თვალს სხვა swams ნუ ესეთი რაღაცა უფრო სწორია დღევანდელ დღეს ვიდრე უფრო ნაკლები გართულებები იქნება თუ ადამიანი სპეციალისტება ერთი და იგივე ოპერაციაზე ეს უკეთესი იქნება პაციენტებისთვის და ექიმისთვისაც სხვათა შორის დიახ მაინტერესებს თქვენი ბავშვობის შესახებაც მოგვიყვეთ, ან როგორი ბავშვი იყავით, იმ პერიოდს როგორ გაიხსენებთ? ბავშვი ვიყავი ნორმალური, ცელქი, ძალიან კარგად სწავლობდი, მაგრამ ცოტა შენიშვნას ვაძლევდა, რომ ცელქია ის ბავშვი და სულ ველოსიპედებზე დავდიოდი და არასდროს არ ვითამაშია თოჯინები მე როგორც გოგოს. და ვიპარებოდით ხოლმე გაკვეთილებიდან და დედას ეუბნებოდნენ ეს ბავშვი ძალიან იჭერია საქართველოს ასახელებს, მაგრამ ძალიან ცელქია. და პატარა ვიყავ მესამე დღეს. ახლა მომავალი წლიდან სექტემბრიდან სულ დავждები ხელებს უკან ვიზამ და არ ვიცელქებ მეთქი ვიძახდი. ცელქობდით ხო ესეთი ბავშვი ვიყავი. ახსენდება ყველაზე ისეთი ბავშვები და ბავშვების ყველაზე ჩემი დასამახსოვრებელი იყო რომ მე ყოველთვის გამოვირჩეოდი ჩემი სულ დიდ ლექსებს ვამბობდი და მე-10 კლასელები მეკითხებოდნენ პირველ კლასში რომ ვიყავი 100 კუპლეტიან ლექსს ვამბობდი არ შეგეშლებაო და არ შემაშლებაო მეთქი და სულ რაღაცა წამყვანი ვიყავი ოლიმპიადების რაღაცების და ერთხელ იყო ეგეთი სპექტაკლი ჩვენთან სადაც გიორგი საღარაძე თამაშობდა სტალინის როლს და მე პატარა ბავშვის პიონერის როლს თამაშობდი იმ სპექტაკლში. და მე დავსვეს გიორგი საღარაძეს და ერთადერთი სპექტაკლი იყო. დავსვეს გიორგი საღარაძესთან ერთად კაბინეტში. და გიორგი საღარაძე თვითონ იკეთებს გრიმს. სტალინის გრიმს. მე ვზივარ ესე კუთხეში და უყურებ და გაიკეთა გრიმი, გაიკეთა ულვაშები მიიწება და მეკითხავ, გამარბიძია სტალინს, ვეუბნები კი, რა თქმა უნდა, გავხართ მეთქი, ღვარს ხო არ მეტყვი. არა, ჯერ არ გავარ სტალინი. კარგი, მე ჩაიცვა სტალინის ფორმა და მეკითხება, ეხლა გავარბიძია სტალინს, მეთქარი, კი, რა თქმა უნდა მე. არა, არ გავარ სტალინს და ბოლოს აიღო ჩიბუხი ხელში და მომიკრივავდა და აი, ეხლა ვგევარ მე სტალინსო. და მე რაღაც ლექს ვამბობდი, ეს ლექს დღესაც მახსოვს, მაგრამ რომ მოგიყვეთ სასაცილო იქნება. კი ბატონო. მაინტერესებს ასევე თქვენგან, როდესაც იგეგმება ოპერაციები, ხო? ეს იქნება ყურის ოპერაცია, ანუ რაც უნდა რომ ყური გამოისწოროს და ასე შემდეგ. ანუ დღეს როგორ ხდება ამის ორგანიზება და გეგმა და მაშინ როგორ ხდებოდა ადრე და ასევე ერთი მაინტერესებს ის რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ატომყაც ნებისმიერ ადამიანს უნდა რომ ვიღაცისნაირი ყური ქონდეს ვიღაცისნაირი წყური ფოტოშოპი. არა? არა. ანუ ეს მოდა გავიდა
როდესაც მოდიოდნენ და ცნობილი სახეები მოქონდათ სურათები, აღარ უნდათ უბრალოდ თავისი უკეთესი ვერსია უნდათ. არ არის მოდაში ტუჩები, როგორც მოგეხსენებათ და თქვენ ალბათ გაქვთ ხედელებაში ონლაინ აჩვენო პაციენტს კომპიუტერზე როგორი იქნება ეს. მართალი გითხრათ ეს არ არის იმის ზუსტად ისე როგორც კომპიუტერი აკეთებს, ვერ გააკეთებს შენ, მაგრამ ეს პაციენტი უფრო პლაცებაზე მუშაობს, ანუ იმაზე რომ პაციენტი რაღაცაში დარწმუნდეს, თორე 100%-იან ვირტუალურ ოპერაციას ვერ გააკეთებს ვერასდროს. დღეისთვის ის შეიძლება რომ ეს ტექნოლოგია მისაწვდომი, ადრე არ იყო ეგ ტექნოლოგიები მისაწვდომი, მაგრამ ყოველთვის ოპერაცია ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ჰარმონიაში ჩაჭდეს მისი ყველა დეტალი, ანუ ვთქვი კიდეც გუშინ ხო ინტერვიუში რომ არ შეიძლება დიდ სახეზე გააკეთო ერთი ცისკრა ცხვირი სასაცილო იქნება და ამდა გააკეთო დიდი ტუჩები ერთ პატარა სახეზე. ეს არ არის უკვე პროპორცია იყო, რა თქმა უნდა. დიახ. მაინტერესებს ანუ დღეს მოთხოვნადი რა რისი ოპერაცია არის გაკეთება უფრო უნდათ და ერთი კითხვა მაქვს ასევე აი ტუჩები ვახსენეთ ადრე იყო საუბარი იმაზე ვინც ტუჩს გაიკეთებდა ანუ ზომაში როცა იმატებდა იმას უკვე მუდმივად ეგრე იყო და ვერ ამცირებდნენ ხო ხო რა თქმა უნდა მასე არ არის ეგრე არ ხდება ხო არა უბრალოდ ტუჩის გადიდება შეიძლება უამრავი რაღაცით შეიძლება ფილერებით რომელიც სამი სხვადასხვა სახის არსებობს ყველაზე პოპულარული ფილერი არის გიალურონჟავის შემცველი ფილერი, რომლის დაშლა შეიძლება. დანარჩენი არსებობს კიდევ ფილერი კალციის ჰიდროქსიაპატიტზე დამზადებული და პოლირძემჟავაზე დამზადებული, მაგრამ ეს ორი ფილერი ტუჩში არც იხმარება. და ყველაზე კარგი ვარიანტია იხმაროს საკუთარი ცხიმი. ანუ დღეს შემოვიდა ეს ტექნოლოგია, საკუთარი ცხიმი იხმარება. კანქვეშიდან გადატანილი ცხიმი, კანქვეშ რომ მიიღო სადმე უცბად იშლება ეს მოდაში რომ შემოვიდა ერთ ადამიანს მე სამჯერ გავუკეთე ეგ ოპერაცია და თითქოს არ მიკეთებიაო. მე მივხვდით რომ ის ცხიმი რომელიც არის კანქვეშ არ შეიცავს რუხნივთვერებას და ადვილად იწოვება. ამიტომ მივედი იმ დასკვნამდე რომ ჯობია გამოიყენო თქვათ ის იგივე თიაქრები რომელსაც ამოიღებ თვალებიდან ისინი ინკაპსულირებულია დიდი რაოდენობით რუხნივთვერება შეიცავს და არ იწოვება და ყველაზე უკეთესი კიდევ ბიშას ცხიმოვანი პაკეტები გამოიყენო თქვათ ტუჩის გასადიდებად ეს გენიალურია საკუთარი მასალა არასდროს არ იწოვება. ან თუ იწოვება ძალიან უმნიშვნელო ხარისხში. კი ბატონო თქვენ საკმაოდ ისეთი ანუ ამ პროფესიაში რა არის მთავარი რა უნდა ქონდეს ქირურგს ისეთი რაც გამოარჩევს ხობისგან ფოტოშოპის ქირურგებს ასე ყოფენ ქირურგი ღმერთისგან და ქირურგი დრესირებული რა თქმა უნდა ხა დრესირებითაც შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს იმას რომ ძაღლებს ალაპარაკებენ და ასე დრესირება უფრო დიდ ხანს მოუწევს მთავარი არის რა თქმა უნდა გენეტიკა, იმიტომ რომ პომიდორს დათესავდა კიტრი არ ამოვა. ამიტომ გენეტიკურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ხელით. ეს არის ხელით საკეთებელი საქმე და ზოგს ხელში ბევრი რამე არ ეხერხება. ხანდახან მე რო უყურებ რაღაცა ვაჟს როგორც თლის თავი მინდა მოვიკლა. ხედავ რომ ეს ხელი მაგას არ ეზრდება იქიდან საიდანაც საჭიროა. რა თქმა უნდა მარტო ხელი არ ყოფნის, ყველაფერს განაგებს ტვინი და ტვინიც უნდა კონდეს მახვილი და რაც შეეხება ესთეტიურ ქირურგიას, სამი განზომილებიანი აზროვნება უნდა კონდეს. იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილება და დაგეგმვა ოპერაციის უნდა მოხდეს სამ განზომილებაში. ეს არ არის ორ განზომილებიანი სახე, არის სამი განზომილება და შენ უნდა შეგეძლოს აი ამ სამ განზომილებაში გადაწყვეტო და დაგეგმოს სწორად ოპერაცია. კი ბატონო, ასევე მაინტერესებს რა რისკები არის ზოგადად ან ტუჩის, ან ცხვირის ოპერაციაზე, იმიტომ რომ როცა გაიგო ჩვენ აუდიტორიამ, რომ თქვენ იქნებოდით ჩემი სტუმარი, ეს კითხვა მომწერეს და იქნებ გავცეთ აი ტუჩის ოპერაცია და ცხვირის ოპერაციის დროს რა რისკები არსებობს. ცხვირის და ტუჩის მიდამო ეს სამკუთხედი, მოვატიეთ, ითვლება ეწოდება სიკვდილის სამკუთხედი. ამ სამკუთხედს ეწოდება სიკვდილის სამკუთხედი, ანუ აქ რომ ჩდება даже აი ჩვენ წელთ აეროცხომდე იცოდნენ რომ ეგრეთ წოდებული ფურუნკული თუ გაგიჩნდა ამ მიდამოში შეიძლება ეს ყველაფერი სიკვდილით დამთავრდეს და მე თვითონ ბევრჯერ მაქვს ნახი მსგავსი რაღაცა მოსკოვში შემოიყვანეს 18 წლის გოგო რომელსაც ფურუნკული ჰქონდა თვითონ დააჭირა ხელი და
ხელი რომ დააჭირა, გარეთ კი არ გამოვიდა, სისხლს ზარხში შევიდა ეს მასა და უცებ მოხდა ტვინში და იყო სეფსისი. ერთ წამში ხდება სეფსისი, იმიტომ რომ ეს სისწარღები დაკავშირებულია ღრუ სინოსთან, პეშერისტის სინოს, არ ვიცი, ქართულად ვაბადე, პეშერისტის სინოსთან დავადეთ ხო. და ეს უკვე მენინგიტია. და უცბად იწყება სეფსისი, გაიგეთ? ტვინის შეშუპება და ადამიანი იღუპება. ამიტომაც შესაბამისად პირის ირგვლივ და ცხვირზე გაკეთებული ოპერაციები საშიშია ძალიან. აი 2-3 გაკეთება ცხვირი, მესამედ უკვე სისწრაფები იმდენად დაზიანებულია, რომ შეიძლება ოკლუზია გამოიწვიოს უკვე მესამე და მეოთხე ოპერაციები და ცხვირი მთლიანად მოძვრეს. ხვდებით ხო? ამითაც არის საშიში. ერთი გითხარით სეფსისი. მეორე ეს რომ მიკროცირკულაცია უკვე მრავალჯერადი ოპერაციების დროს დაირღვევა, ამდა ტუჩში გაკეთებული და ცხვირ ტუჩის დაოჩი გაკეთებული ძალიან ბევრჯერ უკვე მიკროოპერაციების გაკეთებული მთლიანად დაიკარგა ეს ზონა. გარდამავალი ცხვირ ტუჩის ნაოჭის ზონა დაიკარგა მთლიანად, მოხდა ნეკროზი. ამიტომ კიდევ ძალიან ბევრი პლასტიკური ქირურგები უბრალო ელემენტარულ რაღაცას ვერ აცნობიერებენ, მაგალითად რას. შეყავთ გამაყუჩებლად სტომატოლოგიური გამაყუჩებელი პრეპარატები, რომელშიც არის ადრენალინი. ადრენალინი რას იწვევს? სისწრაფების შეკვეთას და მე ვუმატებენ Z-fillers. ეს არის სასიკვდილო. სისწრაფე სპაზმირებულია, შემოკეთებ fillers. აი ამ დროს ხდება დაკარგვა. აი ძალიან ბევრი პრობლემაა, რომ გამიკეთეს ჯერ ანესთეზია, მერე ფილერი. აი ეს არ უნდა ხდებოდეს რა. ამას ძალიან დიდი განათლება უნდა. მე კიდევ გავიმეორებ, როგორ ბედავენ საქართველოში უბრალოდ რაღაცა კურსებ დამთავრებულებთან მისვლას და ამ სერიოზული პროცედურების ჩატარებას, თუნდაც ბოტაქსით, რომელმაც ანატომია არ იცის და ანატომია ერთხელ არ უნახავს მორგში, ესეთი ხალხი აკეთებს აი ამ პროცედურებს. ეს პროცედურები არ არის მარტივი, პროცედურები შეიძლება და ადამიანმა რომელიც არ იცის სამი ვარიანტი ტრახეოსტომიის დადება, ზედა, ქვედა და კონიკოსტომიის დადება, როგორ ბედავს საერთოდ აიღოს ხელში ნემსი და გაუკეთოს. ეს ყველგან აკრძალულია გარდა საქართველოში, მაგრამ საქართველოში არის მე ჯანმრთელობის სამინისტრო რას ფიქრობს, რა კონტროლი არსებობს, თუნდაც იმაზე რომ ამხელა რეკლამები და ბანერები იყურება და ვითომ ქირურგები არიან, არ მესმის. აი თქვენ მორგი ახსენეთ და მე როგორც ვიცი, როცა თქვენ სტუდენტი იყავით ასე შემდეგ, ანუ მორგშიც რაღაც ოპერაციებს ატარებდით. რა თქმა უნდა, ჯერ მორგში უნდა ჩაატარო და მე უნდა ჩაატარო ცოცხალ ადამიანზე, აბა ეგ როგორ შეიძლება ქირურგი იმითი ფასდება, რამდენი იმუშავა მორგში. აბა როგორ ხდება ცოცხალზე? თქვენ გინდათ ის პაციენტი იყოთ, რომელიც ქირურგი პირველად თქვენ გაიგეთებთ ოპერაციას? და აი სწორედ მაინტერესებს თქვენ, როდესაც უკვე შეხვედით საოპერაციოში და გადაწყვეტეთ რომ დაგეგმეთ და უნდა ჩაგეტარებინათ ოპერაცია, რას განიცდიდით აი მაგ დროს? პასუხისმგებლობა, რომელსაც ყოველთვის განიცდით და ეს არ იყო მაინცადაც დიდი რთული ოპერაცია, პატარა სიმსივნე იყო და ის უნდა ამომეყო და მარტივი ოპერაცია იყო, ასე რომ დიდი განცდები არ მქონია. თქვენი მიზანი რა იყო ადრე, როცა სტუდენტი იყავით და რა არის დღეს უკვე, როცა აი ამდენ რაღაცას მიაღწიეთ, თქვენი ავტორიტეტი გაქვთ აი ამ სფეროში, ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგი ბრძანდებით და აი რა მიზანი გაქვთ დღეს და რა მიზანი გქონდათ ადრე? საქართველოს რომ მიდიოდი, მქონდა ეს მიზანი, რომ რაღაცა ისეთი მასწავლა, რომელიც არ იცის სხვა. საერთოდ რა არის იცით, როცა შენ გიყურებენ როგორ აკეთებ ოპერაციას და უნდათ რომ მე ეს მოსკოვში შეიძლება თქვენი ოპერაციის ნახვა, ეს ფუნდამენტალურად არის ჩემი ინტელექტუალური საკუთრების მისაკუთრება უნდა, ხო? და მე მინდოდა ისეთი რაღაცის შესწავლა, რომელსაც საქართველოში არ აკეთებენ ერთი და ზუსტად ესე გავიქეცე და ეხლა ვცდილობ აქ გავაკეთო ის, რასაც ხვები არ აკეთებ. ხელი არ შეუშალო იმ ხალხს, იმათ თავისი მე ხა შემოვერთდი ამ ჯგუფს, ხო? მე ჩემსაც ვაკეთებ ისინი თავისი და მე თავის პაციენტებითაც დიდად არ უშლი ხელს, იმიტომ რომ ძირითადად ჩამოდიან საზღვარგარეთელი პაციენტები ჩემთან. და ეხლა აქ იმიტომ ვარ, რომ ვერ ჩამოდიან მოსკოვში. ძირითადად მთელი მსოფლიოდან არსებობს ქვეყანა, საიდანაც ჩემთან არ ჩამოსა, ნიკარაგუა, კონგო, იორდანია, ავსტრალიიდან ვერ ჩამოსვლანი მისკით არაფერი არ არის. და რუსეთიდან აქეთ ჩამოდიან, ეხლა უხარიათ კიდეც რატომაც აქ ჩამოსვლა და უფრო იაფია ჩვენთან და ესე. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს აი ამ ქირურგიასთან დაკავშირებით. აი ეს რასგვეუნება არასდროს, რასგვეუნება 10 მცნება, არასდროს არ
გამპარტავდამდე, ხო? რა არის ეს? ეგ თავარია, მასწავლა მე პირმა ადამიანმა, რაც უფრო მიწაზე იქნები, მით უფრო ეყარები ხალხს. ასე რომ მე თავში ავარდნილი არაფერი არ მაქვს, რომ თუმცა ხანდახან რომ შევხედავ, ძალიან ვახ, როგორ გავაკეთე ეს ყველაფერი, მეთქი ფიქრობ. კი ბატონო. იყო ეგეთიც. და ერთი კითხვა მქონდა ასევე ყურებთან დაკავშირებით, აი ეს ყურის ოპერაციებს რომ იკეთებენ, ეგ მანდრა რისკები გვაქვს დღეს და აი ასაკთან დაკავშირებით იყო, რა ასაკიდან ურჩევთ რომ გაიკეთოთ. ყურები ეკეთება 13 წლის ასაკიდან, როდესაც ბავშვებს პირველი შეყარებული უჩნდებათ, ხო ხტებით? და არაფერი ისეთი დიდი რისკი ყურების გაკეთება არ არის, ზოგადი რისკი ყველა ოპერაციას მოსდევს, ალერგია და არ მისცეს და ხშირად ყურები კეთდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და მე ყოველთვის მოგიყვებთ ერთ სასაცილო ამბავს. მე ყოველთვის ბავშვებს ვართობ, როდესაც ვუკეთებ ოპერაციას და ვეუბნები. მოდი ხა მე ყოღოსავით გიგპენს რაღაცა და მე იცი რა მოხდება? შენ არ იგრძნობ ტკივილს, მაგრამ იმას რომ მე შენ გეხები, ამას იგრძნობ. სულ 5 გრძნობა არსებობს, აბა რა გრძნობები არსებობს, მეკითხები. მინდა რომ ჩამოთვალოს, აბა რას გრძნობს ადამიანი მეთქი. კიდევ სულს ხო ეს მინდა რომ ჩამოთვალოს და ეს ბავშვი ეკითხება, რას გრძნობს ადამიანი კიდე ტკივილს ვერ იგრძნობ შეხებას და აბა კიდე რა სიყვარულს ომეთქვა. სიყვარულს გრძნობს ადამიანი. გამახსენდავთ. პატარა ბავშვი. რისკი დიდი არ არის, მაგრამ ყურების უამრავი ოპერაცია არსებობს, იმის ჩათვლით რომ ადამიანს ყური სულ არ აქვს და აი ხელზე ვაკეთებდით ყურს, პრეფაბრიკაცია ქვია. აქედან ნეკლიდან ვიღებდით, ხელზე დავამზადებდით ყურს და მე რომ გავიდოდა გარკვეული დრო, ამ ყურს გადავიტანდით თავის ადგილას. ორ ეტაპიანი ოპერაცია ეს, ასეთი ოპერაციის მერე ჩემ თავს პატივს ვცემდი ხოლმე, კი ბატონო. გითქვამთ ოპერაციაზე უარი მე რამდენჯერაც გინდათ. აი და რა უამრავ. არ ჭირდება ეგ ოპერაცია და ისე კი არ უნდა უთხრა რომ თუ ამ ოპერაციებს არ გაიკეთებს და რაღაცა ძირითადად რომ არ ჭირდება ოპერაცია და მოდის თქვენთან ეს არის დისმორფოფობია ადამიანი ეს არის დიაგნოზი განიცდის კომპლექს ხო შენ უნდა უთხრა რომ აх შენ ისეთი კარგი ეს საერთოდ არ გიშლის ხელს ეს ვაფშე რა არის ეს რო არ კონდეს რო არ ესე იქნება და რაღაცა აი ესე უნდა იმუშაო პაციენტთან და არა ისე რომ არ გიდა ეს ოპერატორი სახში დაიყავი ესეთი ვახინჯიო ეგეთი რაღაცა არ უნდა უთხრა პირიქით რომ ეს შეგიხდება და შარმიც არის და უნდა დააწყნარო იმიტომ რომ დიაგნოზთან გვაქვს საქმე კი ბატონო მარტო ყოფნა გიყვართ არა არ მეყვარს სიში მაგ მეშინია მაგ სიში გაქვთ კი აუტოფობია მაქვს ხო თქვი ინტერვიუში აუტოფობია მაქვს და მარტო არ მეყვარს ღამე ყოფნა ხომ დიახ აი კადრს მიღმა როგორი ხართ საოპერაციოს მიღმა აი როგორც აი ჩვენ საზოგადოებას რო ვთქვათ აი რა თვისება გაქვთ ისეთი რაც საზოგადოებამ არ იცის და უნდა იცოდეს თქვენზე კადრს ანუ კადრისა და საოპერაციაში საზღვარი ვარ იმიტომ რომ სულ აკონტროლებ რამდენია წნევა, რამდენია ისა, სად არის ექთანი, სად არის იქ რა რო შეგვეშალოს, მე კი არა მარტო. იმიტომ რომ უნდა შეეშალოს ექთანსაც, თუ გამიხსნა რაღაცა სხვა მომაწოდა და ყოფილა ერთხელ, ისეთი საინტერესო რაღაცა მოხდა ერთხელ. თვის გადანერგვა მაშინ, როდესაც აქ 20 წლის წინ დაიწყო და მე 23 წლის წინ მივატოვე უკვე. თმის გადანერგვა 90 წლებში ვაკეთებდი და უნდა ამეყო ნაფლეთი კეფის მიდამოდან და უნდა მე დაგვეყო საჟენცები მერგებად ანუ რა ქვია ქართულ და უნდა ჩაბენერგა ხო და ეგთან ახლა მე დავამთავრე ეს ეტაპი და გადმოვიჯექი აქეთ რომ დავიწყო თმების თითო ძირებად დაყოფა და სად არის ვეუბნები ნაფლეთი რა ის გადავაგდეო რატომ? რა ვიცი, შენ ამოჭერიო და რაში გჭირდებოდა ვერ გავიგეო. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვარ რა, იმ ეს რომ ირგვლივ არავინ არაფერი არ იცის და საბავშვო ბაღის იმაში ვაჟად მოვედი აქ ერთ კლინიკაში და კლაინის სითხე მომაწოდეთ. რა უნდა? რა თხოვობს? ვეუბნები ერთი მომაწოდ, რა უნდა? თითქოს და მე კი არა ვარ სამედიცინო დაწესებულებაში ვარ სადღაც არ ვიცი სად გამოფენაზე სადაც არაფერი არ იცის რა გამოდნიერებთ რა ხდით დღეს ბედნიერს დღეს ამ ხდის მე აი ამ ასაკში და რა ხდით როცა სტუდენტი იყავით
რა ხდება რაც სტუდენტი ვიყავი ის რომ კაი დრო იყო მაშინ ყველას ერთმანეთი გვიყვარდა მე ბინა მქონდა მცხეთის ქუჩაზე მარტო მე ჩემი იყო მე მიყიდეს ეს ბინა იმიტომ რომ ჩავაბარი ჩემი წავედის ინსტიტუტში და ფიზიკალურად მაშინ ვერ ხდებოდა უფრო და მე დღე ბინა მიყიდეთ მაგით და ყველანი ჩვენთან ვიკრიბებოდით ესეთი რაიმე ცუც კი არ ვაკეთებდით უბრალოდ ერთმანეთს და ხინკლის გაკეთება კახელი ყავდა ჯგუფელი და ახალგაზრდობაში ხო გიხარია ბედნიერება ახალგაზრდობაშია ახალგაზრდობაში ეხლა მე მაბედნიერებს ჩემი შვილები და განსაკუთრებით შვილიშვილები საოცარი შვილიშვილები მოყავს და ძალიან მიყვარს და ძალიან მაბედნიერებს თუ კი არ ნახავ ჩემ შვილიშვილებს ისე არ მეძინება აქ ცხოვრობენ? არა, კანადაში. კანადაში და ხშირად. კი, ყოველსაღამოს ურეკავდა. ძალიან კარგია. ასევე მაინტერესებს რა არის ის, რაც დღეს თქვენზე საზოგადოებამ არ იცის. ჩემზე საზოგადოებამ არ იცის? რა, ყველაფერი იციან მე მგონია. რა უნდა არ იცოდნენ, ისეთი რა უნდა მქონდეს. რომ არ იცოდნენ. რომელმა საზოგადოებამ რუსულმა, ქართულმა. ჩვენ არა, ესა ვარ, რაცა ვარ, რა. კურიოზები რომ მოგვიყვეთ, რაც გაგახდათ აი ამ პროფესიაში თუნდაც. აი ძალიან უამრავი კურიოზები მაქვს, მაგრამ წინათ მოვყვები ჩემ მასალთან დაკავშირებით, არ მინდა იგივე მოვყვე და მოვიყვები ძალიან საინტერესო რაღაცას. ესე იგი, მე ყოველთვის საქართველოში ჩამოვდიოდი მოსკოვიდან, ჩამოვქონდა ადამიანის ყბები. მაშინ ადამიანის ყბა თუ არ ქონდა სხვას, უნდა მორგიდან აღებული მასალა რეაფიზირებული ერქვა ამას, იქ არაფერი არ არის უკვე იმ ადამიანის და უდგამდი სხვა ადამიანს, ამას აკეთებდა ბატონი ომარ ნემსაძე, ჩემი მასწავლებელი და ჩამომქონდა ყბები. დიას მოვდივარ და მომაქეს ყბა ხელში დაჭერილი. და მოვიტანე ბატონი ომარს და რას მეუბნება, იცით დღესო, მაქვს ძალიან რთული ოპერაცია, ხემადექტომა. ხემადექტომა იცით რა არის? საძილე არტერიას აქვს ბიფურკაცია, ანუ ორად იყოფა. და აი ამ გაყოფის არის შიგნითა საძილე და გარეთა საძილე. აი ამ საძილის საზღვარზე არის ესეთი სიმსივნე, რომელსაც ქვია ხემადექტომა. და ეგ რომ ამოჭრა, იქ საძილე არტერიის ნაწილიც იკარგება. და არც იცი ბიფურკაციაზე თუ რაზეა და უნდა შეკერო, სხვა უნდა ჩაადგაში, სხვა აიღო ვენა სხვაგან და უნდა შეკერო. და ამ პაციენტს არც ფული აქვს რომ გამოუძახოს არც მიკროქირურგს და არც სისხლძარღვთა ქირურგს და ხომ არ დამეხმარებიო. დამეხარდა ახლა რა თქმა უნდა ბატონო არ დაგეხმარებით მეთქი ახალი დაცული მაქვს სადოქტორო დისერტაცია 37 წლის ვარ და არ გამოვიყურები ახლა კარგად გამოვიყურები რომელი წელია 95 აი ეს რაღაცას არის და მეუთხარი ბატონო მე არა მაქვს წამოღებული ინსტრუმენტები რაც ჭირდება და მოდი პირველ საავადმყოფოში მიკროქირურგებს გამოვართმევ მეთქი მანქანა მაშინ არ იყო არაფერი ჩემი მანქანით წავალ მეთქი მანქანით ვიყავი და გამოვართმევ და თქვენ მანამდე გამზადეთ და შეგიძლიათ დარკოზის მიცემად დაიწყოთ მეთქი მე დაგეწევით სანამ თქვენ გავხვალთ ახსაძილე არტერიაზე კარგია რაც მომიდაშენ არ იყო ეს საცობები და იანგარიშები ეხლა მე მივდივარ და ფიქრობ რომ ავიღებ ვენას აფენას ის უნდა მოვატრიალო იმიტომ რომ ვენა ერთი მხრიდან ატარებს ამ სისხლს მეორე მხრიდან უკან არ ატარებს ასე ვიზამ და ესეც ხო მოდივარ მერვე საავადმყოფოდან აი იმ სანაპიროზე და ბარათაშვილის ხითა ხო ქვემოთ უნდა ჩახვიდე და ზემოთ არა მე პირდაპირ გადავჭერი ესე პირდაპირ გადავჭერი და ზემოთ დგას ინსპექტორი გამაჩერა და მეუბნება რა თქმა შენო კარგად ხო ხარო იმედ ეს რა სუპერ დარღვევა რა ქენიო შენ გესმისო რა ქენიო ხარ და ესე პირდაპირ რატომ მოხრი არაფერი ის არ დგას მეთქი არ მინახავს მეთქი არაფერი შენ არ მინახავს შენ საცხოვრობო თორემ მოსკოვშია მე მოძრაობის წესები ყველგან ერთნაირიაო მაჩვენე შენი მართვის მოძრაობა მოეცი მართვის მოძრაობა და მეუბნება შენ ამ მართვის მოძრაობა მოსკოვში მიიღებ რას ლაპარაკობთ მე ვთხარი მე უხაეროდ შემიძლია უწყლოდ შემიძლია უსაჭმელოდ შემიძლია მაგრამ მართვის უფლების გარეშე არ შემიძლია და უნდა დამიბრუნო მეთქი არა ვერაფრით ვერ დაგიბრუნებ ეს იყო ემით აუწერელი ის აი გამოვედი ახლა მანქანიდან და მოდი იქნებ მოვილაპარაკოთ რაღაცა მეთქი რა იცი ძალიან რთული ოპერაცია უნდა გავაკეთო ახლა მე მეთქი მე ვარ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მეთქი მიიღებს ესე და ისეთი რთული ოპერაცია საძილე არტერიაზე მე ვთხარი არის სიმსივნე რას ბოდიალოფო შენ მაგ მაქსიმუმ პრაქტიკანტი თუ იქნებოდა ახლა ამ ტყუილისთვის რა გეკუთვნისო კიდევ
არ ვამბობ რომ უთხარი ტყუილს მართავს გეუნები მეთქი არა ტყუილს მეუნებიო მითხარი რა ხდება მეთქი ხა მაშინ ფულს გადავეხდი მართავს გეუნები და მითხარი რა ხდება გაიხედე იქით ქვევითო რა მოხდა იქ ჩემი უფროსი დგას და იმან დაგინახავდა ხა მე როგორ გიშვა ის მომკლავს მითხარი წამოდი შემოფროსა და იმას აუხსნებად კიდე მიდივართ ხა უბრალოდ თვითონ ოხსნეს აი ეს გააკეთა ესე გადმოჭრა პირდაპირ და თან ვიტყუება რომ ეს ქალი არის პროფესორი ისე გადათარგმნა ამან და რომ ამან უნდა გააკეთოს ახლა ოპერაცია მერვე სავატროფოში მითხარი ამ კაცროვნა მე მაგ მერვე სავატროფის ტელეფონის ნომერი დაარეკეთ და გაიგეთ მეთქი და ტელეფონი მაშინ მობილური კი არისო ხო და ეს კაცი მეყურებს ეს უფროსი ზემოდან, ქვემოდან, ზემოდან, თეთრი ჯინსები მათვია ესე და არ გამოვიყურები, მაგრამ რაღაცა მიხვდა რომ მართავს ვეუნები და ბიჭო, რასაც ეს ქალი ლაპარაკობს, თუ მართალია, მაშინ ეს არის სუპერ ქალი და აქვს უფლება რომ გააკეთოს სუპერ ნარუშენია. ასე რომ მიეცი ეს დოკუმენტები და გავუშვით, უთხრა და გამიშვეს. ეს არის ზედამოიწყება. საკმაოდ საინტერესო ისტორია მოგვიყევით. მაინტერესებს დეპრესია თუ ქონიათ? კი მქონდა დეპრესია, კი, როდესაც COVID დაიწყო. და საერთოდ დეპრესიას რა იწვევს? ორგანიზმის სრული გადაღლა, ანუ სრული გაცვეთა. მე იმდენი მიმუშავია ცხოვრებაში, რომ უცბად რომ გავჩერდით, როდესაც დაიწყო COVID, მე ვთვლიდი, რომ ხალხი კვდებოდა. ჩემთან ხედავდი რომ კვდებოდა ხალხი და მე მქონდა იმის საშუალება, ანუ უსაფრთხოების ბალიში, ხო? ანუ იმის სახსრები, ფული, რომ სახში დამჯდარიყავი და არ მომუშავდი, არ მომეკლა და დამჯერდი სახში, მაგრამ ეს აღმოჩნდა კატასტროფა რა, სახში ჯდომა და ისეთი დატვირთული ადამიანის, როგორც მე ვიყავი და რომ მომაშორეს ეს ჩემი პროფესია. დავიწყო დეპრესიები და პანიკური შეტევები რა შეიძლება ჩემთვის ქირურგიის მეშვეა ხარი შეიძლება გადამიკეტოს კაცმა მაგრამ ქირურგიას რო გადამიკეტავენ მე უკვე მემართება ყველაფერი ცუდი პანიკური შეტევები ახსენეთ დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს აწუხებს აი ეს პანიკური შეტევა და თქვენ რას ფიქრობთ რა იწვევს აი კორტიზოლის ზედმეტი გამოყოფა გადაღლა ცხოვრების მიზნის დაკარგვა დესოციალიზაცია როდესაც ადამიანი ვერ პოულობს თავის ადგილს, ვერც რაოდენობრივად, ვერც ეკონომიურად, ვერც ვერანაირად და გრძნობს თავის არასაჭიროებას საზოგადოებისთვის. ყველაფერი ეს და უამრავი სხვა ფაქტორიც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ გენეტიკური ფაქტორიც იწვევს ყველაფერ ამას, დეპრესიულ მდგომარეობებს. დ-ვიტამინთან დაკავშირებით დ-ვიტამინი რა თქმა უნდა იწვევს და მარტო დ-ვიტამინი არა, იქ უამრავი ჰორმონებია უამრავი ვიტამინებია სხვა C ვიტამინიც, D ვიტამინიც, უამრავი მინერალებია, მაგალითად კალი, B ვიტამინის დაკლებობა იწვევს სისხლის გათეთრებებს და ლიმფომებს და სხვა რაღაცებს. ანუ ადამიანს უყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველა ჰორმონი, ყველა ვიტამინი, ყველა დანამატი მინერალი კონდეს წესრიგში. ამას უნდა დიდი სახსრები, ამას უნდა დიდი ინტელექტი და ამას უნდა დიდი მონდომება, რომ შეინარჩუნოს შენი ჯანმრთელობა. ვფიქრობთ რა ხდება მაშინ როცა ადამიანი იღუპება აი მე რა ხდება თუ თავდება ყველაფერი უჯრედები ფუნქციონირებას ამთავრებენ და ადამიანი მიდის აღარ არის ჩვენ შორის ეხლა რო თქვა რომ გრძელდება მე ცხოვრება ამაში მე დარწმუნებული არა ვარ ასე რომ იყოს მაშინ მოწმენეებს მინდა შევეკითხო თუ კი ადამიანი კვდება და უკეთეს ცხოვრებაში გადადის, მაშინ რატო ტირიან საერთოდ, რატო გულობენ და რატო არ ხიარულობენ. ბევრი რაღაცაა ჩემთვის, მე არა ვარ. მორწმუნე. კი ბატონო. ბევრი რამის არ მჯერა. მაინტერესებს რა რჩევას მიცემდით იმ ადამიანებს, ვისაც უნდა რომ თქვენს პროფესიაში შემოდგას ფეხი, ჩააბაროს უნივერსიტეტში, შემდეგ პრაქტიკები გაიგაროს, რა არის მათთვის მთავარი? ქალისთვის? კი. თუ ვისაც ქალისთვის უფრო ძნელია, აი მაინტერესებს აი ვისთვის. ქალისთვის რა თქმა უნდა უფრო ძნელია და ზოგადად ქალისთვის თავარი რა არის, მოდი შემდეგ დამისვე მაშინ ეს. მე იმდენ ძალიან საინტერესო შემიძლია გიმას უცებ მომივიდა თავში. და ქალისთვის ქირურგია რა თქმა უნდა ძნელია, იმიტომ რომ ქალი ერთხელ ხოვდება მაშინ ეს არის და მიყვება ცოლად ქირურგიას და სხვა გათხოვებები, როგორც მცდელობებიც მე მქონდა, ყველა კრახით დამთავრდა, არ გამოვა. ან ქირურგია, ან პირადი ცხოვრება, ან რაღაცა სხვა.
რა უნდა გააკეთოს, იცოდეთ რომ მე დღეს კარდიოსტიმულატორი მაქვს და ალბათ ყველას ეს მოელის თუ მართლა გახდები ქირურგი შენ კი გაუძლებ, მაგრამ გულის კუნთი ამდენ დაწოლას ვერ გაუძლებს თუ იშვიათი რამე არა გაქვთ გულის კუნთი ესეთი, ეს არის კოლოსალური შრომა, უსაზღვრო, საოცარი შრომა, თავდაზოგვა არ უნდა იყოს არანაირად, ვერავის ყურადღებას ვერ მიაქცევთ და იქნებით მარტო ჩაკეტილი ქირურგიაში, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ეს მორალური, ეს ფსიქოლოგიური ორგაზმი, რასაც თუ კი თქვენ პროფესია ასე გიტაცებთ, ვერცეთ სიამოვნებას ვერ შეეტრება, ვერანაირ ფიზიკურს. და რაც შეეხება ქალისთვის რა არის მთავარი, ქალისთვის მთავარია ის პირველი შთაბეჭდილება, რასაც ის დატოვებს იმაზე, ვინც ნახავს პირველად. თუ პირველი დანახვისთანავე ქალი არ მოგეწევათ, მას რა მოუვა იცით, როგორც პირველ ვთქვათ პოსტს, რომელიც თქვენ არ მოგეწევათ, რა ვქენით? ასკროლეთ. ესე არის სკროლება ის ქალიც და ქალისთვის რა უხდება ქალს თუ გითხავთ, ქალს ახლა ბანალურად რო გითხრათ, კაცი უხდებაო, ესეც არ არის. ქალს სხვადასხვა ასაკში ბევრი სხვადასხვა რამე უხდება პირველ რიგში ქალურობა. ანუ რასაც არ უნდა მიაღწიო შენ, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს შენ, დედის გინება არ უნდა დაიწყო და ესეთი ქცევები არ უნდა გქონდეს და უნდა დარჩე ქალად. ანუ ნაზი ქალი უნდა, ქალური უნდა იყო. კი შეიძლება მე კაცური ერთხელ ჩემმა შეფმა მითხრა შენ ტვინი კაცის გაქვს, ხელები კაცის გაქვს და ვიღაც ქალებს უსმენო? რაღაცნაირად ახლა მე ორიენტაცია ნორმალური მაქვს, ორიენტაციაზე არ გეუბნებით, მაგრამ უნდა შეინარჩუნო პირველ რიგში ქალობა, უნდა შეინარჩუნო სონიერების გრძნობა, რომ არ გადააჭარბო არც ტუჩებში, არც გარეგნობაში, სადა უნდა იყოს სისადავე, უნდა ქონდეს იუმორის გრძნობა, უნდა ქონდეს ხარტი, აზროვნება, უნდა იყო პროფესიონალი, ინტელიგენტი და მაშინ იქნებით მიმზიდველი. ახლა ულამაზო ქალი არ არსებობს, არსებობს უბრალოდ დაუფინანსებელი ქალი, ბევრჯერ მithქვამს ეს, რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ იყოს ლამაზი, მოუაროს თავის თავს, იმიტომ რომ ქალი ყოველთვის მოლული უნდა იყოს. პირველ რასაც ყურადღებას აქცევენ, ეს არის ფრჩხილები, თმები, რა ფეხსაცმელი გაცვია და როგორ გამოიყურებით, ხო? ასე რომ პირველ შთაბეჭდილებას აქვს ყველას დიდი მნიშვნელობა. აი რა არის ურთიერთობებში, თუნდაც მეგობრობა ავიღოთ, აი აქ თქვენთვის მთავარი. თავარი ის რომ არასდროს არ მიღალატოს, აი იყოს გულწრფელი, არ მომატყუოს და არ მიღალატოს. აი ეს თვისებები მინდა მე ადამიანს. ვერჯერ მოუტყუები ხართ მეგობარს? რა თქმა უნდა, ვერჯერ. ხო, ესე იგი მეგობარი არ ყოფილა, მე მეშლება ხოლმე ადამიანების ცნობა ვერ ისწავლე. საკმაოდ ხშირია დღეს ჩვენს პრაქტიკაში. მაინტერესებს ქონიათ თუ არა ისეთი შემთხვევა, როცა თქვენ პაციენტისთვის გაგიკეთებიათ ოპერაცია და შემდეგ სხვა ქირურგს უთქვამს, რომ ეს ოპერაცია მან გააკეთა. საერთოდ არსად არ ვამბობთ ამას ჩვენ. და ვზივართ ერთხელ საორდინატოროში და იცით რომ მე ამ ქალს მე გავუკეთე ოპერაცია. მე რა ვიფიქრე იცით, მე ხوار მომოწმებს მეთქი. და ჩემ გახვარელოდება რამეს, სპეციალურად ხوار ამბობს მეთქი და მოუთხარი ოჩახ კაი გაკეთებულია მე და მაინც მეორეა ჩემთანს და არაფერი არ უთხარი. მაგრამ ძალიან ძიმე არის რაღაც როცა ძიმე არ არის, იცით გამოდიან თქვენი პაციენტები და ამბობენ თქვენ ითვლით ნაოჭებს, არ ვითვლით, ჯერ არა მაქვს ნაოჭები. თქვენთვის პოპულარობა ძალიან ადვილია, გააკეთებთ რაღაცას და იტყვით რომ ეს მე გავაკეთე, აჩვენებ ამ გადაცემას, მაგრამ მე რაღაცას გავაკეთებ, მე პირველზე უნდა დავაჭირო ენაზე კბილი და არ უნდა ვთქვა რომ ეს ჩემი გაკეთება. ანუ ესაა თქვენ პროფესიაში ასე თავარი დიახ, არ უნდა ვთქვა და ამიტომ პოპულარობა ნაკლებია, უფრო ნაკლები შანსია. უბრალოდ ის გახმაურებულია იგივე რომ მკითხეთ რომ ვისთვის იყავით ერთადერთი ისაო, ეს იყო ძალიან ცნობილი შემთხვევა ალექსანდრე გალიჩის
შვილი, რომელსაც ნერვი გადაუჭრეს და ყოველთვის ესე იყო, როდესაც მე მომანიჭეს რუსეთის საუკეთესო ქირურგის წოდება 2008 წელს. მე მითხრეს, რომ მომავალ წელს შენ მოგანიჭებთ რუსეთის საუკეთესო გადამკეთებელის წოდებასო. იმიტომ რომ პარალიჩები თუ უჩნდებოდათ პაციენტებს, დამბლა ოპერაციების მერე, სხვა ბევრი ოპერაციების მერე, მარტო თქვა ესთეტიკური ოპერაციების მერე არა, სახის დაჭიმის მერე არა, თქვა სანაწყო ჯირკვლების რეზექციის შემდეგ, ყბების დისპროპორციების გასწორების შემდეგ, ყოველთვის მაშინ მოვიყავი ერთადერთი, ვინც დაიწყო დისერტაცია სადოქტორო ნერვზე და რომ ამბობენ მსოფლიოს ხუთეულში. უბრალოდ 4 დისერტაცია იყო კიდე მანამდე, ეს იყო ნიკოლაი, იაპონიაში, რომელსაც ჰქონდა დაწერილი სადოქტორო დისერტაცია, ტერცისი იყო ამერიკაში, რომელსაც ჰქონდა სადოქტორო დისერტაცია დაწერილი ნერვზე, სახის ნერვზე, მილეზი იყო გერმანიაში და მეოთხეს ვერ ვიხსენებ. ასე მაინტერესებს რისი დაკარგვის გეშიდიათ? ჯანმრთელობის. და სიცოცხლის. ვიქნები გულახდივი და გეტყვით. არის რაიმე ისეთი, რასაც საკუთარ თავს ვერ პატიობთ? არა მე ნათქვამი ან თქვათ ვერ პატიობ, აზრი მითხარი. ანუ არ დადოთ. კი, ვერ პატიობ, მაგრამ უბრალოდ ისეთი რა იყო? დიახ. რომ მე საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. მე საკუთარ თავს ალბათ ყველაფერს ვაპატიებ, მაგრამ თვით კრიტიკა მექნება, რატო გავაკეთე ესე და რაღაცა და საკუთარ თავს გინდა აპატიე, გინდა არ აპატიე, აზრი არ აქვს, მე მგონი. არის რაიმე ისეთი, რაც საკმაოდ გვიან გააცნობიერეთ, თუ გქონიათ ეგეთი რა. კი, ბევრი რამე გავაცნობიერე გვიან. ვერ გეტყვი კიდე. აი, იმიტომ რომ აქ გამოვიყენებ დუმილის უფლებას. კი ბატონო. ასე მაინტერესებს თქვენგან არჩევი მიცეთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ მოგწერა და ესეთი რაღაც შეტყობინება შემოვიდა ორი სიტყვით ვიტყვი რომ საკმაოდ დიდ პატივს ვცემ თქვენ სტუმარსო და მაინტერესებსო ქირურგმა უნივერსიტეტის გარდა იქ რაც ოდნასაც იღებს კიდევ რამდენი ხანი ჭირდება რომ ანუ კარგ ქირურგად შევდგება აგერ ჩვენმა რესპონდენტმა მოგწერა. ეხლა უნივერსიტეტის დამთავრება საქართველოს სამედიცინო არ იყო ეს უნივერსიტეტი, იყო საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტი. დავამთავრე მედიცინის ინსტიტუტს, რას ნიშნავდა, იცი? რომ დაამთავრე მედიცინისთვის. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრება ნიშნავდა, რომ დაამთავრე შენ პირველი კლასი და იცი აი. მეტი ეს არაფერს არ ნიშნავდა, მართალი გითხრათ რა. მე ძირითადი განათლება მივიღე მოსკოვში. მე იყო კი 6 თვიანი ჰოსპიტალური ქირურგიის კურსი გავიარე. 6 თვიანი მიკროქირურგია ვისწავლე ცალკე. რამდენიმეჯერ, ანუ ზოგადი ქირურგია და მიკროქირურგია ცალკე ვისწავლე. ორდინატურა გავიარე ბასახის ქირურგიაში სულ 6 თვე და დანარჩენი პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში გავიარე და მორგში ვიმუშავე 10 წელი კიდევ. ყავდა უამრავი პაციენტები, დავწერე 2 დისერტაცია, დავამთავრე ასპირანტურა და დოქტორანტურა, დავიცავი ჯერ საკანდიდატო დისერტაცია, მერე დავიცავი სადოქტორო დისერტაცია, ვიყავი ევროპის, აი მიწვეულიც ვიყავი ერთ-ერთი ჩემი მეთოდის განხილვა უნდათ, British Associated Craniofacial Surgery, ანუ ყბასახი კი არ ქვია, თავის ქალას Craniofacial, თავის ქალას სახის ქირურგების ასოციაციის წევრი ვიყავი 600 ევროს ვიხდიდი თვეში და მომდიოდა ჟურნალები პლასტიკ ესთეტიკ Craniomaxillofacial Surgery ესეთი ჟურნალი მომდიოდა. მე ვიყავი საერთაშორისო ანუ всеобще ასეთ ასოციაცია არ ქვია, საერთაშორისო ასოციაცია ქვია პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის იმის წევრიც ვიყავი და იქაც ფულს ვიხდიდით და მომდიოდა პლასტიკ ესთეტიკ surgery ჟურნალი ყოველ 6 თვეში. კიდევ ვიყავი რუსეთის პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების წევრი, ნამდვილი წევრი თუ რა ქვია. ამას ეს ყველაფერი სწავლობდი სულ, ტუალეტში რო შევდიოდი, იქაც თარგმანებს უსმენდი და რა ვიცი 24 საათი მუშაობდი.
ასე მაინტერესებს მითია თუ არა ის რომ ოპერაცია ზოგიერთი ქირურგი არ უკეთებს ისეთ ადამიანს ვინც სიგარეტს ეწევა ან აიქოს მიიხმარს მითია რა საფრანგეთში არის ერთი ქირურგი ესეთი ცოტა ორიენტაცია ჰომოსექსუალია სასაცილოდ დადის ხოლმე და თავისი მოსაზრებები აქვს და იძახის რომ მე მწერლებს საერთოდ ოპერაციას არ უკეთებ იმიტომ რომ თვალის ქვედა ქუთუთო კანი არის ყველაზე თხელი კანი ადამიანს რაც გააჩნია ყველაზე სქელი კანი აქვს აი აქ სტაპა ანუ რაკუსლზე და ყველაზე თხელი როდესაც ადამიანი სიგარეტს ეწევა ყველა მიცის რომ ზიანდება სისწარღვები და განსაკუთრებით ტერმინალური სისწარღვები ანუ ტერმინალური რომელიც წარმოიდგინეთ ხე სადაც თავდება ხის ფოთლები უკვე ტერმინალ სადაც გადიხარ ბოლო ტერმინალური ფაზა სტადია ხო გაიგონი აი ეს წვრილი სისწარღვები საერთოდ არის დახშული უკვე და ესე მოდის რატო ათეროსკლეროზი რა არის იწყება ამ წვრილი სისწარღვების დახშობით და მე მთლიანად ათეროსკლეროზი ემართება ადამიანს მაგრამ ყველა მწვერვალს მეტაკლება დაზიანებული აქვს ეს ტერმინალური წვრილი სისწარღვები ანუ ისინი ზუსტად რომელიც კვებავს ქვედა ქუთუთოს კანს და ამიტომ ძალიან რისკთან არის დაკავშირებული ქვედა ქუთუთოს გაკეთება იმ ადამიანებში რომლებიც სიგარეტს ეწევიან და რომელსაც შეყვანილი აქვთ ფილერი ამ ფილერის შეყვანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქვედა ქუთუთოს მიდამოში საერთოდ თვალბუდის ქვედა მიდამოში რა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ნუ გაიკეთებთ ხალხო ნუ რას დროს ნუ დაიღუპოთ თავს როგორც ქირურგს სხვის შეცდომა თუ გამოგისწორებიათ ანუ თუ ვიღაც გაუკეთებია სხვასთან რაღაც ოპერაცია შეცდომა ან შეცდომა არც ქონია მაგრამ ანუ ორგანიზმი ხო ვერ უყობს რა იმას და თუ გამოგისწორებიათ უამრავჯერ გამომისწორებია შესაძლოა თქვა არ ჩავთვალოთ სახის დამბლა სხვადასხვა ოპერაციების შემდეგ და ასეთი იყო დოქტორ ჯონსის შემდეგ ატლანტაში მუშაობდა არ ვიცი მუშაობს თუ არა ამერიკელი პაციენტი რომელიც ჩემთან ჩამოვიდა და მე მონაწილეობდი სასამართლო პროცესში ატლანტაში სადაც ასამართლებდნენ აი ამ ექიმ ჯონს მაგრამ ის თვითონ არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს ესწრებოდა ადვოკატები იმიტომ რომ ჩვენგან განსხვავებით საზღვარგარეთის ექიმები არიან დაზღვეულები თუ რაიმე შეეშალათ აი ამას და იქიჯდა ადვოკატი დაზღვევიდან დაზღვევით ის ადვოკატი თვითონ უნდა აიყვანონ მერე ფულის თვითონ უნდა გადაუხადოს თქვა დაზარალებას თუ გამოჩნდა ბრალი პაციენტის და ჩვენთან ექიმები არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ აზღვევს არც ერთ ექიმს იმიტომ რომ ეშინიათ ამით ეს რომ დააზღვევდა პაციენტებმა გაიგონ არიან ისეთი ინტრიგანი პაციენტები რომლებიც გატყვევენ მოვიდა და მე შენი ოპერაციის მე თვალებში ვერ ვიხედები გეუბნება წავედით ოკულისთან არა მე უკვე ვიყავი და გიხსნის სკანდალს იქ წარმოედგინეთ ამ დროს ერთადერთი შემთხვევა არის რომ ადამიანმა მხედველობა დაკარგო ბლეფაროპლასტიკის დროს თუ სისხლი ჩაიქცევა რეტრობულბალურ მიდამოში და მოხდება ინსულტი თუ ეს არ მომხდარა ოპერაციის დროს ესე იგი გამორიცხულია რაც არ არსებობს თეორიულად არ არსებობს პრაქტიკულად და გატყვევს გარდა ამისა თქვა პენსიონერი პაციენტები რომელთაც თავი გაელამაზეს და მე ფული ენანებათ რომელიც გადაიხადე მე მყავდა ეგეთი პაციენტი მე უნებოდა ჯერ მე ექიმი ვარო მითხრა და მე ეხლა მე მაქვს სიმსივნე კი არ არის ეს მე ვთქვა ეს არის გასციება უნდა ოპოხალე და მიოპოხლე ტაჭო ვენა არ არის თუ ექიმი ხარ სწორად იაბარაგა ხო მე გავიდა დრო და მე კანზე ვერაფერს ვერ ვგზნობ შენი ოპერაციის მე შეხო მე სპეციალისტი ხარ ეხლა ახმიდგინე ეს აი ესეთი ინტრიგანი პაციენტი არსებობს რა თქმა უნდა ვერ ვგზნობს მაგრამ ის უწერია იმ სამახსოვროში შენ ვერ ვგზნობ იმიტომ აღშევებულია ყველაფერი და სამი თვე უნდა გზნობის აღდგენას თამტყულსა მოps უკვე იმიტომ მაგის შემოწმება შეგიძლია არსებობს ესეთი შავი სია პაციენტების რომელიც ჩვენ ექიმებს გვაქვს ჩვენთვის და ერთმანეთს ვაწვდით რომ არც ერთმა არ მიიღოს შემდგომში ეს პაციენტი თუ ერთ-ერთმა მათგანმა ქირურგმა შეამჩნია რომ ეს კაცი აი ეს ადამიანი არის ინტრიგანი
ქონია თუ არა ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანისთვის ოპერაცია გაგიკეთებიათ და შემდეგ უკვე ვერც გიცნიათ რა, ეს ძალიან ხშირად ყოფილა. ხშირად ხდება. ხშირად ყოფილა, მე ვერ ვიცოდი თავაროში თამაშობდა ერთი ქალი და დამარცხდა, რომ ჩემი გაკეთებული. ისე უყურებდი და მე რა გამახსენდა გარკვეული დროის შემდეგ. და სამი სიტყვით რო თქვენი თავი დაახასიათოთ. სამი სიტყვით? ჩემი თავი? ძლიერიც და სუსტიც ერთდროულად. მე გამბედარიც და მშიშარაც. და კიდევ როგორი. კეთილი ვარ კი, რა თქმა უნდა. კეთილი ვარ, იმიტომ რომ სულ მინდა რომ ადამიანებს სიკეთე მოუტანო. და ამის ანტაგონისტს ვერ ხედავ, ახლა ბოროტი ნამდვილად არა ვარ და რომ თქვა რომ კეთილი არა ვარ, ვერ ვიტყვი, ამას ყველა მიყვარს. იგრძნობა თქვენი ენერგეტიკა. ხო, თუ არ გიყვარს პაციენტი, ვერასდროს ექიმი ვერ იქნები და ყოველთვის ისე უნდა მოექცე პაციენტს, როგორც შენ საკუთარ შვილს. შვილი ყველაზე გიყვარს ხო მეტად, რა თქმა უნდა და ესევე უნდა მოექცე პაციენტსაც. მინდა რომ იმ ოპერაციის შესახებ მიყვეთ, რითიც თქვენ ამაყობთ, რომ აი ყოჩა, აი დღეს ძალიან მაგარი ოპერაცია გავაკეთე. ხო, ეხლა ეს შეკითხვა წინათაც დამისვეს და მაშინ სხვა შემთხვევა მოვყევით. ეხლა მოგიყვებით ძალიან საინტერესო შემთხვევა. სამსახურში მოვდივარ ერთ დილით და ჩემი შეფი მეუბნება, არ გაიხადო, უნდა წავიდეთ. სად უნდა წავიდეთ? 9 წლის ბავშვს აქვს ყელის კიბო. და იქ უნდა გავაკეთოთ მე და შენ ოპერაცია. შენ უნდა აიღო ეს ნაფლეთი რადიალურ ხელიდან. ანუ ყელიდან უნდა ორმა პროფესორმა უნდა ამოჭრან ეს სიმსივნე, ძართული სიმსივნეა, ბავშვი შეიძლება დაიხჩოს წუთი-წუთზე ისეთი მდგომარეობაა და მე ვიღებ ამ ნაფლეთს, რომელიც მე მიკროქირურგიულად უნდა მივაკეროთ და ესე. წავედით და მე მომცეს ახლა ინსტრუმენტები და დავიწყებ მუშაობა, რა ხელი ბავშვის ეს წინა მხარი, ამას ქვია მხარი, ამას წინა მხარი. მაკრატელი იმხელა მომცეს, რომ წინა მხარზე გძელი, ანუ უხეშია და მე კიდე სიზარველი კიდე ბავშვის წვრილია და ვიმდები ალექსანდრე ვაინც რა იყო და ხელის წინა მხარი უფრო პატარაა მეთქი, ვიდრე ეს მაკრატელი და რა ვქნა მეთქი და შუმათ ეხლაო. კარგი მაკრატით ყველა შეუძლია. ჩვენ აქ იმიტომ მოგვიწვიეს, რომ ხაი კლასი უნდა ვაჩვენოთ და აიღე როგორც გინდაო. აიღე ეს ნაფლეთი მე დიდი წვალებით, მაგრამ სწორად და როგორც და მე დავჯექით მე იმ პროფესორი მეორე მიკროქირურგი არ იყო, ბავშვთა მასახის ქირურგი იყო, რომელიც ეხმარებოდა ნაწიბურის აღება სიმსივნის ამოღებაში. მე დავჯექით ჩვენ და კერეთ დაახლოებით 4 საათი მოვუნდით და ბავშვი გადარჩა სიკვდილს. გადის 1-2 წელი და ვიგებთ, რომ ერთ-ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა, რომელმაც მოაწყო ეს უთხრა, რომ მე დაგეხმარებით და მოთხოვა $20,000 გადაიხადეს თურმე ემათ. მე არ ვიცი ჩემ შეფს რა მისცეს, მაგრამ მე ქათმის ბარკალი მაჭამეს მახსოვს, მეტი არაფერი, ეს ამხელართული ოპერაცია თურმე ვიღაცამ გამოიყენა ადამიანების გაჭირების მომენტი და სპინა გაუკიდიათ ერთ ოთახიანი მაშინ და გადაუხდიათ ამ ოპერაციის ფული. ალბათ ვისთვის მე არ ვიცი, ჩემთვის ეთქონდა მე პატარა ვიყავი მაშინ. მე ვინა ვარ საერთოდ, მე შეფმა მითხრა, იქ არ იმუშავე, იქ იმუშავეო. მაგრამ ჩვენ გადავარჩინეთ სიკვდილს ბავშვი. მაქსიმუმ რა თქმა უნდა ვამაყო. რთული იყო იმ სიტუაციაში, ერთულად არც მზად არ ახარ, უბრალოდ სამსახურში მოდიხარ და მიდიხარ, რომ ბავშვი შეიძლება ყოველ წუთში მოუკვდეს, აი ეგეთი რაღაცა იყო. ემოციურად მძიმეა, ხო, უფრო ეგეთია. ემოციურად ყოველთვის მძიმე იყო ჩემთვის ბავშვების ოპერაცია და ფიქრობ ხოლმე ხანდახან, რომ მე პედიატრი ვერ ვიქნებოდი, იმდენად მეწოდებიან და მეყვა. ბავშვები მაგათ ტანჯვას ალბათ ვერ უყურებდი. თქვენთვის ყველაზე მარტივი ოპერაცია დღეს პრაქტიკაში როცა აკეთებთ? შენ წარმოვიდგინე, ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული ოპერაცია არის ერთი და იგივე ოპერაცია. ეს არის ლიპოსაქცია. ის არის ყველაზე მარტივი ოპერაცია, იმიტომ რომ ტექნიკურად ძალიან ადვილი შესასრულებელია და ის არის ყველაზე რთული ოპერაცია, იმიტომ რომ შეიძლება მოყვეს სასიკვდილო შედეგი. ანუ შეიძლება რამდენიმე სერიოზული გართულება მოყვეს. პირველი ის რომ შეკვას კვაინის სითხე და ადრენალინი შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია და გულის კუნთის გაჩერება. მეორე ის რომ ამ ოპერაციის დროს
შეიძლება მოხდეს სისწავლის გაგლეჯვა და ცხიმი მოხდეს სისწავში და მოხდეს ეს ტვინში ან გულში ან ფილტვში, ეს იქნება ცხიმოვანი ემბოლია მოხდეს და შეიძლება ამ ოპერაციის შემდეგ განვითარდეს ფასცეიტი, რომელიც რატომღაც 99%-ში ლეტალურად თავდება. ანუ ყველაზე ადვილი ტექნიკურად შესაძლებელი ოპერაცია და ყველაზე რთული არის ერთი და იგივე და ამ ოპერაციის სახელი და გვარია ლიპოსაკცია. ინტერესებს ერთ დღეში რამდენი ოპერაცია გაგიკეთებიათ? 3-4, ოღონდ დიდი ერთი და 2 პატარა ვთქვათ. ყოფილი 3-4 გამიკეთებია. თვალებს ხო 4-ზე მეტი ალბათ არა. 4 ხო. აი ბლეფაროპლასტიკას ვაკეთებდით 97 და 98 წლებში სულ 2 კაცი მოსკოვში და ძალიან ბევრი იყო ხალხი მაშინ. და დღეს უფრო 4-ს ვაკეთებდით კი. და დღეს უფრო აი რა ოპერაციისთვის მოგმართავენ ადამიანები პაციენტები. როგორც გითხარით, როგორც სახის სპეციალისტ მომმართავენ სახის დაჭიმა, ბლეფაროპლასტიკა, ბრახიოპლასტიკა, ნერვი, ხელების გაახალგაზრდავება, ძალიან უყვართ ეს ოპერაცია, ხელების გაახალგაზრდავება, უმრავლეს ოტოპლასტიკა, ლიპოსაკცია, ლიპოფილინგი. ოტოპლასტიკა უკვე თქვი, სხვა ნაწიბურების და დეფექტების გასწორება სახეზე. აზიური თვალების ევროპიზაცია, მაგრამ აქ არ მოდიან უფრო, აქ არ არიან აზიელები, მაგრამ აქაც ყოფილა შემთხვევა. კი ბატონო. და ერთ კითხვას დავსვამ. დიახ. აი ვინ არის ციცინო შურღაია, რომ გითხრათ და რას უსურვებდით დღეს იმ ადამიანებს, ვისაც უნდა რომ გახდნენ ქირურგი. ციცინო შურღაია არის სულით და გულით და ყველა უჯრედით ქირურგი. და ვისაც უნდა რომ ქირურგი გახდეს, მაშინ იმათაც უსურვებთ ისეთივე სულით და გულით ბოლო უჯრედამდე ქირურგი ყოფილიყვნენ, როგორც მე და რაღაცას ალბათ მიაღწევენ, იმიტომ რომ ახლა ჩემი ტრაბახი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ მართლა მივაღწიე რაღაცას და თუ ესეთები გინდათ თავს ნუ დაიზოგოთ, მაგრამ იცოდეთ როგორც მე მაქვს კარდიოსტიმულატორი, შეიძლება თქვენც ესე მოგიწიოთ კარდიოსტიმულატორის ჭარბი, ყველაფრის მზად იყავით ცხოვრებაში. გაიხარეთ. დიდი შრომა გელოდებათ წინ. მიხარია რომ დამთანხმდით ჩემს პოდკასტში რომ სტუმარი იყოთ და წარმატებები მინდა გისურვოთ